60 სანტიმეტრი, წონა 62 კილოგრამი. ჩატარებული აქვს 5 ბრძოლა და 5-ვე გამარჯვება. ქვეყანა საქართველო, გუნდი კენო ადამია. მიესალმეთ ქალბატონებო და ბატონებო, ნიკა პაპავა. პაპავას აშკარად ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავს. პაპავა არის ადგილობრივი სპორტსმენი, ზუგდიდში ვარჯიშობს ის. და მოგეხსენებათ ეს ივენთი ზუგდიდში სტილი და კარგი მებრძოლი და ნახოთ რა შემოგთავაზებს. ძალიან კარგი ბრძოლა იქნება. ვფიქრობ პაპავა ფავორიტია. თუმცა ელვინ კაზიმოვი ძალიან გამოსილი, ძალიან მაგარი ბიჭი არის და ნახოთ როგორ წარიმართება ეს ბრძოლა. კიკები ვფიქრობ უფრო მოსინჯეს ერთმანეთი, რაღაც სტრატეგიული ბრძოლა დაიწყო. აშკარა უპირატესობა აქვს პაპავას წვდომში. აი ჯების დროს კარგად გამოჩნდა ეს. ფეხი იტკინა კაზიმოვმა და ნოკდაუნს უტრის თავარი მსარი. მართლა შეხვეული რო აქვს მარჯვენა ტერფი. ხო, ალბათ ტრავმა ისედაც ჰქონდა და მოარტყა წევში. კოჭლობას არის. კი, კოჭლობს მარჯვენა ფეხს ვერ გავს კაზიმოვი. არ მივიღებთ იმ ბრძოლას, რასაც ველოდით სავარაუდოდ. პაპავა ჯები 1-2 მარჯვენა ძალიან კარგად ზომავს პაპავა და გულში ძიმე დარტყმა. ძალიან ძიმე დარტყმა. ნოკაუტი იქნება აუცილებლად. პაპავას დონეზე ჩაატარა პაპავამ ეს ბრძოლა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გვაქვს გრან-პრი, 2 ბრძოლა უწევს სპორტსმენებს და მინიმალური ზიანით დაასრულა პირველი ბრძოლა, რაც დიდი შეღავათი არის საფინალო ბრძოლის წინ. ფაქტურად გახურდა არანაირი ზიანი ზედმეტი დაღლა მას არ ქონია ბრძოლაში. ზუგდიდი არის ვის, ხმარის ვის, ზუგდიდი. მაჟორულ ნოტაზე დაასრულა ეს ბრძოლა. დიდი უპირატესობა მარტივად და ზიანის გარეშე თავს მივცემ უფლებას და თქვენ ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც ახლა შემოგვიერთით მაქს ვაიტის პირდაპირ ეთერში, გეტყვით რომ 20 კაცსა გრან-პრის პირველი ფინალისტი გახლავთ ნიკა პაპავა. ზუგდიდი. ნიკა პაპავა. ქალბატონებო და ბატონებო, ნიკა პაპავა იბრძოლებს დღესვე ფინალურ ორთაბრძოლას.